ამ კინოკადრებმა სხვებთან ერთად შემოვინახა მე-20 საუკუნის სასიქადულო ქართველი პოეტების ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ცოცხალი სახეები. სწორედ ცისფერ ყანწელთა დიდი მონდომების მეოხებით თბილისში დღევანდელი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის სარდაფში გაიხსნა ქართველ მწერალთა მეგობრული თავშესაფარი და საასპარეზო კაფე ქიმერიონი. ახლა აქ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები და მალე პირვანდელი სიმშვენიერით წარმოჩინდება ქიმერიონის კედლის მხატვრობა, რომელიც ეკუთვნით ქართული ფერწერის დიდ ოსტატებს დავით გაგაბაძეს, ლადო გუდიაშვილს და იმ ხანად თბილისში მცხოვრებ შესანიშნავ რუს მხატვარს სერგეი სუდეიკინს.